ყველას გილოცავთ დღევანდელ უდიდეს დღესასწაულს. დღეს ჯვართამაღლება გახლავთ ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულთაგანი და ერთადერთი დღესასწაული საუფლოთაგან, რომელიც მარხვით იდღესასწაულება. ერთადერთი საუფლო დღესასწაული, რომელზეც არის მარხვა, რომელზეც ჩვენ არ ვაძლევთ თავს უფლებას, რომ გავიხსნილოთ რაღაცა გემრიელი საჭმელებით და რატომ? ალბათ ყოველთვის გასაგებია მიზეზი, იმიტომ რომ ჩვენ ამ დღეს ვიხსენებთ ჩვენთვის ჯვარცმულ, ჩვენთვის მომკვდარ იესო ქრისტეს. ალბათ მიაქციეთ ყურადღება საკითხავებსაც, რომელიც აგვიკითხა მე დავითნემ, რომელიც ამოვიკითხეთ სახარებიდან, ჩვენ გავიხსენეთ ის ეპიზოდი, ის ყველაზე მძიმე დღე კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც უმადურმა ადამიანებმა ჩვენთვის გამოსახსნელად მოსული ღმერთი, განკაცებული უფალი ჯვარზე გავაკარეთ. ჯვარზე გავაკარეთ, იმიტომ რომ ვერ ვიცანით, ხო? საოცარ სიტყვებს ამბობდა პავლე მოციქული დღევანდელი ეპისტოლიდან, რომ როდესაცო თავისი სიბრძნითო ვერ იცნაო ღმერთმაო სოფელიო, ჯერიჩინა ღმერთმანო ქადაგებითამით სისულელისათა ცხონება ის სოფლისაო. როდესაცო დაინახაო ღმერთმაო, რომ სიბრძნის ქადაგებით ვერაფერი შეასმინაო ამ სოფელსო, გადაწყვიტაო, რომ სისულელით გადაერჩინაო ეს ქვეყანაო. საოცარ ამის იძახით პავლე მოციქული უდიდესი ფილოსოფოსი იყო, ჩემო ძვირფასებო, აი მასზე აღმატებული არავინ არ ყოფილა არასოდეს და სავარაუდოდ ვერც ვერასოდეს ვერ იქნება ვერავი. საოცარ ამისა, როგორი კადნიერია, ნახეთ, აი როგორ რამეს ამბობს. როგორ თამამად ამბობს ესეთ სიტყვას, ეხა ცოტა უხერხულია, ხო? ეხა როცა ღმერთზე ამბობ, რომ ღმერთმა გადაწყვიტა სისულელით გადაარჩინოს კაცობრიობა, მაგრამ ნახეთ, ეს მართლაც ასეა. თვითონვე განმარტავს მერე. ჩვენო წარმართებიო სასწაულს ეძებენო. ბერძნებიო სიბრძნეს ეძიებენო. ჩვენ კიდევ მოვედითო და ჯვარცმული ღმერთი ვიქადაგეთო. იესო ქრისტეო და თანა ჯვარცმული. ჯვარცმული ღმერთი არის სისულელი ადამიანური გონებისთვის. ქედმაღალი, ამპარტავანი ადამიანური გონებისთვის. თუ ღმერთია, მას უნდა ემსახურებოდეს და მას უნდა ეთაყვანებოდეს ყველაფერი. ყოველი მუხლი მის წინაშე უნდა იდრიკებოდეს. და ღმერთი ადამიანად, მისი ქმნილების სახით მოსული, დამდაბლებული და ჯვარზე გაკრული და მომკვდარი, ეს არანაირად არ ეტევა ადამიანის გონების ჩარჩოებში. ეს წარმოუდგენელია. აი ეს არის სწორედ ის სისულელი, რაზეც პავლე მოციქული ბრძანებს. აი ამ სისულელის ქადაგებით გადაწყვიტაო ღმერთმაო სამყაროს გადარჩენაო. ვიღაცისთვისო სიცოფეაო, ანუ სიგიჟე, უაზრობა, მაგრამ ჩვენთვისო ცხოვნებულთათვისო, ანუ ვინა ვართ ჩვენ, ვიზე ამბობს პავლე მოციქული და ჩვენც უნდა ვიგულისხმებოდეთ იმ ადამიანებში, ცხოვნებულებში ვინც გულისხმობს, გულისხმობს იმას, ვინც აირჩია უფალი მთელი გულით და მთელი არსებით. ვინც შეიცნო განკაცებული ღმერთი, შეიყვარა, მადლიერებით განიმსჭავლა მისდამი და გადაწყვიტა, რომ მის გზას შეუდგეს. აი ესეთი ადამიანებისთვისო ძალღმრთისა არსო. რაზე ამბობს? ჯვარზე ამბობს. ჯვარზე, რომლის აღმართების დღესასწაულსაც დღესასწაულობ ჩვენ დღეს. ჯვარი, რომელიც დაკარგული იყო რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში და მეოთხე საუკუნეში გადაწყვიტა ელენე დედოფალმა, რომ მოეძიებინა ეს ჯვარი და კვლავ მისცემოდა მორწმუნეებს საშუალება მისი თაყვანისცემისა, ასეც ხდება. ეს ხდება სასწაულებრივად, ხილვით ეუწყებად, რომ ამადამ ადგილზე არის დასვენებული, დამარხული ეს ჯვარი, ამ ოთხრიან იმ ადგილს მე მქონდა საშუალება ორჯერ რომ მეხილა ეს ადგილი და მომელოცა, არ ვიცი ვინც ნამყოფი ხართ იერუსალიმში მაცხოვრის ტაძარში, ალბათ გინახავთ, რომ იქ დაბლა არის უკანა მხრიდან ჩასასვლელი შიგნით ტაძარშივე. დაბლა ჩადი, ძალიან ბევრი რაღაცა, თქვენ იცით, რომ
მთელი სიწმინდეები ერთ ტაძარში მოაქციეს, თორე ისინი გაფანტული იყო ესე სხვადასხვა ადგილას იქვე მახლობლად. მაგრამ ერთი დიდი ტაძარი ააშენეს და იქ მოაქციეს ეს ყველაფერი და რო ჩადიხარ დაბლა კიბეები, იქ გაჩვენებენ მე ადგილს. სადაც იპოვეს ეს ჯვრები, სადაც იყო ჩაყრილი ესე რა ვიცი რა ყოველგვარი წესრიგის გარეშე უწესრიგო ჩაყრილი ეს ჯვრები სამივე. და რო ამოთხარეს აღმოაჩინეს ეს სამი ჯვარი და ეხა როგორ გინდოდა გაგეგო რომელი იყო ეხა უფლის ჯვარი. სამი ერთნაირი ჯვარი ნახეს ხო? უფლის და ორი ავაზაკის ერთად ჩაყრილი მიწაში და ჩამარხული. საუკუნეების განმავლობაში. ეს პირველ საუკუნეში მოხდა და მეოთხე საუკუნეში ხდება ეს ყველაფერი, ხო? და კვლავ გულისხმისყოფა მიეცათ მათ, რომ როგორ უნდა გამოეცნოთ, რომელი იყო უფლის ცხოველსყოფელი ჯვარი და მოასვენებდნენ პროცესია მოასვენებდა მიცვალებულს, უпростоრად. ახალგაზრდა ჭაბუკი იყო გარდაცვლილი, თუ სწორად მახსოვს და გადაწყვიტეს, რომ შეაჩერეს პროცესია და სამივე ჯვარი სათითაოდ მიედოთ მისთვის. შეახეს ერთი ჯვარი, არაფერი, შეახეს მეორე ჯვარი, არაფერი და როდესაც შეახეს უფლის ცხოველსყოფელი ჯვარი, ჭაბუკი გაცოცხლდა. ცხოველს მყოფელი, იმიტომაც ქვია ჯვარს. იმიტომ რომ ის სიცოცხლის მიმნიჭებელია, სიცოცხლის დამბრუნებელია ადამიანისთვის. და რასაკვირველია, ყველა მიხვდა, რომ ეს იყო სწორედ ის ჯვარი, რომელსაც ეძებდნენ და შემდეგ მოციქულთა სწორმა ელენე დედოფალმა და მისმა ვაჟმა, პირველმა ქრისტიანმა იმპერატორმა კონსტანტინემ აღამაღლეს ეს ჯვარი ყველასათვის დასანახად და დაწესდა დღესასწაული ჯვართ ამაღლების.